українці, українки. ახლა ჩვენთვის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტია. ახლა უკრაინა შეიძლება დადგეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე. ან ღირსების დაკარგვა, ან ძირითადი პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დაკარგვის რისკი. ან უთულესი 28 პუნქტი, ან უმძიმესი, ყველაზე რთული ზამთარი და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე და ის რომ ვენდოთ მას, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს. ახლა უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზეწოლა ხორციელდება. ჩვენგან პასუხსელიან, მაგრამ ამაზე უკვე გავეცი პასუხი 2019 წლის 20 მაისს, როდესაც ვთქვი, რომ ვიღებ ვალდებულებას დავიცვა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ფოლადისებნი ვართ, მაგრამ ყველაზე გამძლე ლითონმაც კი შეიძლება ოდესღაც ვეღარ გაუძლოს. ჩვენ რამდენიმე 1000 კილომეტრიან ფრონტს ვამაგრებთ და ვინარჩუნებთ. ყოველ ღამე ხალხი ზის დაბომბვების ქვეშ. უკრაინელებს ძალიან უნდათ, რომ ეს ომი საბოლოოდ სამართლიანად დასრულდეს. მივმართავ ყველას, ერსა და პოლიტიკოსებს. საჭიროა შევიკრიბოთ და შევწყვიტოთ დაპირისპირება. ჩვენ არ ვუღალატეთ უკრაინას მაშინ 2022 წლის 24 თებერვალს და არც ახლა ვუღალატებთ. მე ვიცი, რომ ხალხი ჩემთანაა. მომავალი კვირა არ იქნება მარტივი და იქნება მოვლენებით დატვირთული. თქვენს გდასრული და ინფორმირებული ხალხი ხართ. ამ დროს დიდი ზეწოლა იქნება. მტერი არ ისვენებს. უკრაინული ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა პარტნიორთან. მე დავარწმუნებ შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ნამდვილად არ მივცემთ მტერს საბაბს თქვას, რომ უკრაინას მშვიდობა არ სურს. Авторитет України у світі. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაპირისპირება რუსეთთან, ნატომ, რა თქმა უნდა, უკრაინამ წააგო. ალტერნატივა უკრაინას არაფერი არ აქვს. ზელენსკის ერთადერთი ალტერნატივა, რაც შეიძლება ამ ომის ამ შეთანხმებაზე უარის ქმით გაუჩნდეს, ეს არის კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი უკრაინელებისთვის, კიდევ უფრო მეტი დაკარგული ტერიტორიები და კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ყოფი უკრაინა თუ საერთოდ როგორც სახელმწიფო გადარჩება აი ამ კონფლიქტის ბოლოს. აი ეს შეთანხმება პირდაპირ ამბობს იმას, რომ ეს არ იყო მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი. აი ამ შეთანხმების ფაქტებში უკრაინა ვერ იქნება პასუხისმგებელი ნატოს არ გაფართოებაზე რუსეთის საზღვრებთან, ხო? მაგრამ აი ამ პასუხისმგებლობას იღებს თავად ნატო. ხო, აქედან გამომდინარე, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტი არ არის. საბოლოო ჯამში უკრაინული მხარე ამ შეთანხმებას უნდა დათანხმდეს, რაც არ უნდა კატასტროფულად ჩანდეს ეს ყველაფერი უკრაინისთვის, იმიტომ რომ ალტერნატივა კიდევ უფრო მძიმე არის.